2024 წლის მონაცემებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ აეროპორტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საჰაერო ტვირთებისა და საფოსტო გზავნილების კონტროლის ფარგლებში 255,766 დეკლარაცია არის გაფორმებული, ხოლო შესაბამის პროგრამულ სისტემაში დამუშავებულმა საფოსტო გზავნილების რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობაზე მეტყველებს. თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა, მათ შორის სხვადასხვა სახეობის გზავნილების დათვალიერების რენტგენო ინსპექტირების სისტემები ამცირებენ საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას და ხელს უწყობენ აკრძალული საქონლის გადაადგილების ეფექტიან ადმინისტრირებას. აქვე განმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ საფოსტო გზავნილებზე საბაჟო კონტროლს ახორციელებენ მებაჟე ოფიცრები. კონტროლის ფარგლებში მათ შეუძლიათ შეამოწმონ დეკლარაცია, თანხმები, დოკუმენტები და ათვალიერონ საქონელი როგორც ფიზიკურად, ასევე რენტგენო სკანირების საშუალებით. აიღონ საქონლის სინჯი და განახორციელონ საბაჟო კონტროლისთვის საჭირო სხვა ღონისძიება. საფოსტო გზავნილით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.